მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავარ დავით ბოტკოველი და დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ გამოვჩდი თქვენთან და მინდა რომ ამ გამოჩენით ერთგვარად ჩავწერო რაღაც თქვენთვის საჭირო ინფორმაციაც, ხო? დაკარგვის მიზეზი შეიძლება ითქვას იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია შესაბამისად წერ აი ამ ვიდეოს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თემას, რა თემასაც მინდოდა ესე ვთქვათ, ყურადღება გამომახველებინა და ეს თემა არის თავისთავად ის ბევრი რეკლამა, ის ბევრი ინფორმაციები ქართულ ენაზე, რაც შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში და პირველ რიგში ეს რეკლამა განპირობებულია რითი? რომ ხალხის მასამ მაინც არ იცის, რასთან აქვს კავშირი, რასთან აქვს საქმე და რასთან შეიძლება დაიჭიროს კავშირები, ესე ვთქვათ. მე მინდა პირდაპირ გაგაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყოთ, ფრთხილად იყავით, ყველას ნუ დაუჭერებთ. პირველ რიგში საკუთარ თავს დაუჭერეთ, მოდი აქედან დავიწყოთ, ხო? ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვინც რამეს გასწავლით, იმან თავად არ იცის ბევრი რამ. იმას საერთოდ შეიძლება გააზრებულიც არ ქონდეს ბევრი რამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, აი ფრთხილად მიუდეგით ამ საკითხს. მეორედ, რაც მინდა რომ კიდე გითხრათ. ყველა ბევრი თქვენგანი, ხო, 99% თქვენგანი, როდესაც მოდიხართ ამ სფეროში, გაქვთ რაღაც მოლოდინები. მოლოდინები გაგაჩნიათ იმისა, რომ თქვენ რაღაც ძალიან ბევრს მოიგებთ, მოლოდინები გაგაჩნიათ იმისა, რომ თქვენ მაგრები იქნებით და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ეს მოლოდინები არ მართლდება. ჩვენც კარგად ვიცით, ხო? თქვენც კარგად იცით, რომ ხშირად ეს მოლოდინები არ მართლდება. რატომ არ მართლდება? პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიღაცებმა თქვეს, რომ ეს ძალიან მაგარი სფეროა. კი ბატონო, ვეთანხმები, მე ამით ვცხოვრობ, ეს ძალიან მაგარი სფეროა, თავისთავად დამიჯერეთ, დამერწმუნეთ. ეს საინტერესო სფეროც არის, ესე ვთქვათ, გამოწვევების სფეროც არის და ასე ბევრი შეიძლება, ბევრი კარგის თქმა შეიძლება ამ სფეროზე. ისევე როგორც ცუდის თქმაც შეიძლება თავისთავად ამ სფეროზე. მაგრამ მეორე საკითხია, თქვენ რამდენად გერგებათ ეს სფერო. ან თქვენ რამდენად გებულობთ ამ სფეროს, რამდენად გითხრეს ამ სფეროზე ძალიან კარგი რამ. ან რა გასწავლეს საერთოდ, ხო? თუ თქვენ შეგხვდათ ისეთი მენტორები, რომლებიც გეუბნებიან, რომ ამ სფეროში თქვენ უეჭველი რაღაცებს გააკეთებთ, გაიქეცით ასეთი მენტორებისგან. 99% თქვენგან ვერაფერს ვერ გააკეთებს. პირდაპირ გეუბნებით ამას. იმიტომ გეუბნებით პირდაპირ, რომ ბევრს დღემდე არ გჯერათ, კარგავთ ფულს, ყრით ფულს ტყუილუბრალოდ, არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ვაჭრობაშიც. ვაჭრობაშიც. უბრალოდ ნორმალური ადამიანი არ გადაყრიდა ამდენ ფულს. მოდი პირდაპირ ვიტყვი. ვინც ცოტა დაფიქრებულია, ის არ გადაყრიდა ამ ფულს თავისთავად. აქედან გამომდინარე, რატომ ყრით ფულს? ტყუილუბრალოდ, თუ არ გენანებათ საკუთარი ფული, ეს თქვენი საქმეა, რა თქმა უნდა, გაჭირვებულს მაინც მიეცით. მე არ გამოვდგები ტკბილი სიტყვის პატრონად. მე არასდროს არ მჩვეოდა, რომ ტკბილი სიტყვა მეთქვა ვინმესთვის. ეს ჩემი ის არ არის. პირიქით. ხშირ შემთხვევაში ჩემთან როდესაც მოდიოდნენ ხალხი, მე კაიხანია უკვე არ ამყოლია მოსწავლე, ჩემთან როდესაც მოდიოდნენ ხალხი, რომ ესწავლათ, ხშირად უკანაც უშვებდი. იმიტომ რომ მას გაგებული ქონდა, რომ თურმე ამ სფეროში რაღაც კეთება შეიძლება, ბევრი ფულის კეთება შეიძლება და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც უხსნიდი, რომ ეს რასთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი, ჯერ პირველ რიგში უნდა ესწავლა, პირველ რიგში უნდა მიეღოს სწორი ცოდნა და ძირითადად ბევრ თქვენგან სწორი ცოდნაც კი არა გაქვთ. რაღაც ერთ თეორიას ისწავლით და თურმე ეს თეორია არის მნიშვნელოვანი. არ არის თეორიები აქვს ჩვენთან. ჩვენთან თეორიები კი, აუცილებელიც არის თეორია, მაგრამ
90% თეორიებისა არ ამართლებს ჩვენთან. და ამის უამრავი მაგალითი არის. შეგიძლიათ შეიხედოთ ინტერნეტში, მოძებნოთ რა არ გაამართლა, რა ამართლებს, რომელი სისტემები ამართლებს და ასე შემდეგ. და მიხვდებით, რომ ესე არ არის, რაც თქვენ გგონიათ, ესე არ არის. ასე რომ, რა ვიცი, თუ გინდათ რომ მოტყუებულები იყოთ, კი ბატონო, იყავით მოტყუებულები, მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ თლათ თავის იმდენად არ მოატყუებინეთ რომ დებილებად გამოაყვანინოთ თავი. ჩემი ესეთი ადამიანური რჩევა არის ეს. ხალხს თვითონ არ ესმის ისი ასწავლის ხშირ შემთხვევაში რაღაცეებს. და თქვენ როდესაც მოდიხართ ამ სფეროში, ხო, თქვენ გინდათ უცებ ყველაფერი ისწავლოთ. არ გამოდის ხალხო უცებ ყველაფრის სწავლა, პირიქით. ამ სფეროს უყვარს თვეების და წლების სწავლაც კი. თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო, უნდა სკრუპულოზურად იმუშაოთ თქვენ თავზე. სკრუპულოზურად, ყოველგვარი რაღაც მომავალზე ფიქრების გარეშე უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე. აქ უნდა ჩემთან მოვიდა 1-2 ძალიან ესეთი ნორმალური ხალხი. პირდაპირ გაგებით რა, რომელთაც მითხრეს რომ აი მოდი ჯერმე ვისწავლი და თუ გამომადგება, ნუ არ გამომადგება და არ გამომადგება. ხო, იმიტომ რომ მე ხო არ შემიძლია ვთქვაო რომ გინდა თუ არა რასაც ვისწავლი მე 100%-ით იმას გავაკეთებ რა. ეს სწორი მიდგომა აქვს. ხო არ ჯობს რომ თქვენც იგივე მიდგომა გქონდეთ და ვინც ამ სფეროში შემოაბიჯეთ, იქნებ თქვენც ჯერ გადაგედგათ ნაბიჯი სწავლისკენ, ნორმალური სწავლისკენ. მე არ ვიძახი რომ ნებისმიერი სწავლისკენ, იმიტომ რომ მე ვატყობ რომ დღევანდელ მსოფლიოში არა მხოლოდ ჩვენთან, ყველგან თითქმის სიდებილე და სიტუტუცე უფრო წინ დგას ვიდრე ნორმალური სწავლა. ნორმალურ სწავლას დღეს დაფასება არ აქვს. ამის გარანტიას ვიძლევი მე და ვიძლევი კი არა, ამის შემსწრევარ მე ყველაფრის. ასე რომ პირველ რიგში გაფრთხილდით და ისე იმუშავეთ. გაფრთხილდით ისე ისწავლეთ. ანუ 1000 თვალი 1000 ყური გჭირდება დღეს ადამიანს რომ აი ამ დომხალისგან რაც კი არსებობს დღეს ინტერნეტ სივრცეში ნორმალური რაღაც ამოიღოს და ნორმალური სწავლება მოძებნოს, თუნდაც უფასოდ, თუნდაც რაღაც პატარა ცოდნაც მაინც. ხო, აი ამდენ სწავლებაში 99% ვინც დღეს ასწავლის თვითონაც არ იცის რას ასწავლის. ნუ მე ამის მომსწრე ვარ, მე ეს გავიგე, შევესწარი, ბოლო პერიოდში ვიძახი, არა რაღაც 10 წლის წინ და 15 წლის წინ, როცა მე დავიწყე მუშაობა, არა, ბოლო პერიოდში ვიძახი, ეს რამდენიმე თვის წინაც კი, რამდენიმე დღის წინაც კი, რაც მე დავინახე, რაც მე გავარკვიე, ნუ ეს იყო კატასტროფა. ამას არ ეთქმის არაფერი, ეს კატასტროფაა მართლა. და ამაში ხალხი ფულს იხდის. თითოეულ შეხვედრაში ფულს იხდის ხალხი. ხალხო ცოტა დაფიქრდით რაში იხდით ფულს და ვისთან იხდით ფულს. ცოტა დაფიქრდით. ასე რომ რა ვიცი, ცოტა სხვანაირად მიუდექით საკითხს, ხო, მოდით ნუ იტყვით რომ გინდა თუ არა ამ სფეროთი მე ფული უნდა ვიშოვო. იმიტომ რომ ამ სფეროთი ვინც ამბობს რომ ფული უნდა ვიშოვო, ძირითადში 99% ვერ შოულობს ამ სფეროთი ფულს. იმიტომ რომ ამ სფეროს არ უყვარს რაღაც ტინკიცა ხალხი. პირდაპირ გეუბნებით. ამ სფეროს არ უყვარს რაღაც ვითომ თეორიები და ასე შემდეგ. არა, სკრუპულოზური მუშაობა უყვარს, დისციპლინა უყვარს ამ სფეროს. ამ სფეროს უყვარს ცოდნაზე დაფუძნებული მუშაობა, სწორი ხედვა ბაზრებზე, სწორი ხედვა მუშაობის პროცესში და ასე შემდეგ და ეგრეთ წოდებული. ასე რომ ამას მიაქციეთ დიდი ყურადღება. ხო, აი დღემდე ჩემი მეთოდი ერთი და იგივე არანაირად არ იცვლება ჩემი მეთოდი. გინდა ეს ყოფილიყო სიტყვაზე ვიყოთ 10 წლის წინ და გინდა ახლა ყოფილიყო, გინდა 5 წლის წინ და 7 წლის წინ და ასე შემდეგ. არანაირად არ იცვლება ჩემი მეთოდი. ჩემი მეთოდი არის ერთნაირი. ერთი და იგივე ერთნაირი
შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს რაღაც პოზიციების მხრივ და ასე შემდეგ, თუმცა შეცვლები საერთოდ არ ხდება ჩემ მეთოდში. რატომ? იმიტომ რომ ეფუძნება უშუალოდ ბაზრის მონაწილეებს, უშუალოდ ბაზარს ეფუძნება და სწორ ხედვებს ეფუძნება და მიმართულებებს ეფუძნება და არა რაღაც ეფემერულ რაღაც სიტყვებს და ტერმინოლოგიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი მუშაობა პირველ რიგში ეს კერძო რაღაცა არის, პირადული რაღაცა არის. აქ არ გჭირდებათ ბევრი რამის ცოდნა. ანუ ყველაფერი ვიცოდე, ერთმა მითხრა, ყველაფერი მინდა ვიცოდე. ვერ ისწავლი ყველაფერს. იმიტომ რომ უამრავი რაღაცაა ისეთი, რაც თუნდაც მეც ბევრი რამე შეიძლება არც მესმოდეს, ხო? არის ისეთი რაღაცები, მით უმეტეს ბოლო პერიოდში, ხო, საერთოდ არ მესმის ეს რას აწვევდა ეს ხალხი და რა მიმართულებას ქაჩავს ეს ხალხი. არ მესმის, გაურკვეველია ჩემთვის. ხო, ყველაფერს ვერ ისწავლი, მაგრამ ის ერთი უნდა იცოდეს სუპერ პროფესიონალურ დონეზე, რაც მოგეთხოვება. მე მომეთხოვება მაგალითად სწორად გავაკეთო ჩემი პოზიციები, ამას ვაკეთებ სწორად და ჩემო მოსწავლეებმა ეს იციან ყველა. მე ჯგუფი მაქვს, რომელშიც არიან მხოლოდ ჩემი მოსწავლეები და იქ ყველაფერს ხედავენ ჩემი მოსწავლეები. მე რასაც ვაკეთებ, ისინი რასაც აკეთებენ, თავისთავად ერთმანეთსაც უზიარებენ და ერთადერთი ჯგუფი არის, რომელშიც ერთმანეთს ეხმარება ხალხი. მართლა ეხმარება ერთმანეთს ხალხი და მე ვამაყობ აი ამ ჯგუფი და ჩემი მოსწავლეებით, რომ ესეთი კაი ხალხი არის ჩემთან შეკრებილი. ასე რომ მეგობრებო, კიდე ერთხელ მოატყუებინებთ საკუთარ თავს სხვებს, გაფრთხილდით, იყავით ფრთხილად, ისწავლეთ, ოღონდ ნორმალურ მენტორებთან ისწავლეთ და არა ეფემერულ მენტორებთან და ვინც გპირდებათ, რომ ამას იზავს და იმას იზავს და ამას ვიზავთ და იმას ვიზავთ, ამებს მოეშვით რა. არ არსებობს, არ ვიცი რა და როგორ რა და ბევრი არის კიდე რესი თქმაც მინდა, მაგრამ ეხლა თავს შევიკავებ რა, იმიტომ რომ ხალხის მასა ალბათ უფრო მიდის იქამდე, რომ მოტყუებულები იყვნენ. მე ამაში დავრწმუნდი, აი ბევრთან საუბარშიც დავრწმუნდი, ასე რომ ურჩევიათ, რომ მოტყუებულები იყვნენ, ვიდრე სიმართლე იცოდნენ. მაგრამ მაინც გაფრთხილებთ, მაინც გელაპარაკებით, გესაუბრებით ამ თემაზე. ყველას წარმატებებს გისურვებთ. წინ შობა ახალი წელიწადი მოდის, კათოლიკური შობა მოდის ახლა შემდეგ კვირას უკვე და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ დაეცემა რა თქმა უნდა ვაჭრობის მოცულობებს, სავაჭრო მოცულობები დაეცემა, ისეთი მოძრაობა არ იქნება და თუ თავს შეიკავებთ და არ ივაჭრებთ უშუალოდ ამ პერიოდში უკეთესი იქნება სადღაც 14 იანვრამდე მაინც. 14 იანვრამდე, 7 იანვრამდე, 8 იანვრამდე მაინც რომ აი ეს გადავიდეს ეს შობა ახალი წლები და აი შემდეგ უკვე რომ დაიწყოთ ვაჭრობა უკეთესი იქნება თქვენთვისაც და დეპოზიტსაც შეინარჩუნებთ. იმიტომ რომ ძალიან რთული ამ პერიოდში ვაჭრობა დახტის პოზიციებით ბაზარი წინ და უკან და ცოტა არ იყოს ესე ვთქვათ შეიძლება რაღაც სულ შედეგამდეც მიგიყვანოთ. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და გმადლობთ ყურადღებისთვის.